არა უშეს. უკაცრავად. გამარჯობათ, ბატონო პროკურორო. გამარჯობათ. სიბერეს რა უთხრა, სიბერეს. ასეთ ჩვენი ერქალბადოს რო ერცნობ სამაგიეროდ. მე არ ვთქვი, თავს არ ვიკაკვნი. ვიცი ბატონო, თორნიკე და დიდ პატივსაც გცემთ. მაგრამ ქალბატონო მარიკა ჟღენტი. მარიკა ჟღენტი. ეს ის ვარდა რა ვქნა. რა უნდა ქნათ, ვერაფერს ვერ იზამ. ერთი სურვილი მინდა შევისრულო. რა სურვილი? ფინჯან ყავაზე მინდა დაგპატიჟოთ და უარი არ მითხრათ, გული არ მომიკლათ. ზაძანა ბატონო თორნიკე. უარს როგორ გეტყვით, სიამოვნებით. საოცარია. მრისხანე პროკურორ თორნიკე ჯარდიერთან ერთად ვზივარ კაფე მუსედიში და ყავას მივირთმევ. მრისხანე? რასამ? შებზე გულჩვენი კაცი არ არსებობს. აი სულ კოკა ჯაფარიძე მიყრის ხმებს, მოვკლავ მე მაგას. მოვკლავ. და ბატონო თორნიკე არ მოკლათ, არ არის კოკაცული ბიჭი. არა ხო? ნუ კარგით, მაშინ სუბუქად დავში. მადლობთ. ჩემო კარგო ქალბატონო, სხვა არავინ არის დასაჯელი ჯაფარიძე რო არ დავსაჯო. როგორ მომდესვდა ამ გამოძიებებზე დასჯაზე და იმაზე ლაპარაკი. თითქოს სხვა არაფერი არსებობს. არსებობს ბატონო თორნიკე, როგორ არსებობს? სიკეთე, სიყვარული, კეთილშობილება. აქეთ ყაჩაღები და იქით კიდე ჯენტლმენები არა? არა, რატომ? კეთილშობილი ყაჩაღებიც ხომ არსებობენ. ლოგინ ხუდები და არსენა მარაბდელები, ხო? ჩემო ქალბატონო, ცხოვრება ლიტერატურა არა. მე ჯერ კეთილშობილი ყაჩაღი არ შემხვედრა. აი კეთილშობილი ნიღბით შემოსილი მგელი რამდენიც გინდა. რა იყო ვიჟი? პროკურორი ჯანდიერი. რა ჯანდაბა მაიყვანა ამ დროს ახლა. მაინც რაღაც. უშე გვიჭერენ და ჯერ მოგვესწრო მაინც რამე ამის დედავატია. რა შეგაშინა ბიჭო რა? ქულს ხუდი ეტვისო? თქვენ არიცით ძმებო რა მურტალი გრძნობა ყოფილა. აი ახლა როდემდე ვიждეთ აქ კურდღელებივით. იმას იუზას და ოთარას მეტი კი არაფერი უნდა. ეგრევე დაგვეთესებია. ახლა. წავა. სვაგზა არ არის უნდა წავიდეთ. მიდი. ბაშკაცურად გავიარო. კუკურა ვაბერია. კუკური. კუკურა ვაბერია, შენი წილი. ამას ვის ხედავს, კაცო, ჩემი თვალები. აი, მაგალითი რაზედაც გეუბნებოდი. აი ეს კაცი ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი იყო პრინციპული და პატიოსანი. კეთილშობილმა მგელმა შეიწირა. ძალა აღმართავს. ყველამ ვიცოდით რა ყაჩაღსაც ებრძოდა, მაგრამ ჩინოსანმა ყაჩაღებმა აჯობეს და პენსიაზე გააგდეს. და ის სიმპათიური მამაკაცია, ჟანმარის რომ გავდა. გონი ნოშევან ჯორჯაძე იყო, არა მწერალი. დეკემბრის პასიანსის ავტორი. იცით, მე მისმა წიგნმა გადამაწყვეტინა მწერლობა. და იცით რატომ? მისი ერთი გმირი, მწერალი, რომელიც მგონი ავტორის ალტერ ეგო უნდა იყოს. ასეთ კითხვას სვამს. როდის იწყებს ადამიანი წერას? როდესაც ლაპარაკი უნდა, თუ როდესაც დუმილს ამჯობინებს. მე დღესაც არ ვიცი რა მერჩევნია. მე და თვითონ რას ვფიქრობს? ეგონა მე არ ვისმენთ ხანი დამჭირდება ფეხზე რომ დავდგენ. შენი სინეცარი ხერებით ან მართლა ძალიან კარგი პროექტები მექვს. ხოლმე დიდ სინთეზის იმედი მაქვს. აი გრამის მერე ძალიან კარგად არის. რა ვიცი. დამპირდა რომ ეს პროდიუსერებს კარგად ცნობა.
მე არ ვიცი რა ხას ვენახავ. მაგრამ ცოტა უნდა მოვიწმინოთ. შენ ხომ გესმიში? მე კი მესმიშენი, მაგრამ აბოა შენი მეცად. ოდა შენს ვიმეცოდი. ხონახავ. შენ როგორ ფიქრობ? ვიცი მაგას ახლა თავის მაკაცების მეტი და შენს მეტი აღარავინ დარჩა. ან მეგობრებთან არის, ან ჩემების სასაფლაოზე. ან აქ. ბოტანიკურ ბაღში. რა კარგია რა. აქ მართლა კარგია. იცი მე მთელი ბავშვობა გავატარე. რაც თავი მახსოვს ბაბუა ჩემი სულ დირექტორის მოადგილე იყო. მე შემების დაღუპვის შემდეგ საერთოდ არ გადმოსახლდით. მე და იუსა. აი ეს ორანჟერია მიყვარდა ძალიან. აი ფოთეს ხედავ. აი ეგ ბიჭები და გაკვეთილებს იკვაკეთებდა. აი ეს კაქტუსები ვიცოდი ზეპირად. აი შეხედე იმურს. ის მექსიკიდან არის ჩამოტანილი. აი ეს ავსტრალიიდან. ჩემი თავი ხან ჯუნგლებში მეგონა ხან პრერიებში. მე იუსა რაღაც ამბებს მიყვებოდა ხოლმე. მე იმ ამბებს ფილმებად წარმოვიდგენდი. რო გავიდა დრო თვითონ დავიწყე ამბების შეწყვა. ცირა არის მსნაური. ყველა ეს ამბავი ბაბუა და შვილიშვილთა იყო. ხან რა გმირობა შევდიოდით, ხან რას. ისე ძალიან სასაცილო კაცია. მაგის გმირობა კი არა, ხმა მაგარი სიტყვა არ არის. მთელი თავის ცხოვრება იჯდა და სცენარიებს ეჩურჩულებოდა. იცი ერთხელ რა მითხრა? რა. ახალგაზრდობაში მაგარი დამრტყმელი ვიყავი. ბინა, იუზა? აუ, ყველაფერს დავიჭერებ ამის გარდა. მაგას პეპლის საჭერზე უფრო საშიში არ აჭერია. მოდი. ეხლა გიორგიმ რომ ეს ამბავი გაიგოს. არ ვიცი რა, არ ვიცი. დამაწყდა რა, ნერვები დამაწყდა რა. ვერც კი ვიჯერებ. ეს მიშენა რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. არა, როგორ დათანხმდი კაცო შენ, გამაგებია ბიჭო. იუზა, როგორ დათანხმდი ბიჭო? იუზა, ჩემო კარგო. შენ მარტოობაზე წუწუნებ და არც კი იცი შენ რა არის ნამდვილი მარტოობა. კაი გასვერცი ხოლმე. მარტოობა ის კი არ არის ეს ფიზიკურად რომ მარტო დარჩები, არა, ნამდვილი მარტოობა ისაა, რომ ცხოვრების ბოლოს შენ საკუთარ თავს გამოუტყდები, რომ უსიყვარულოდ კი ცხოვრი ამ ქვეყანას. და რომ ატყუებდი საკუთარ თავსაც და იმ ხალხსაც, აი იქ გვერდზე სამზარეულოში შენ შვილიშვილებს რომ ზღაპრებს უკითხავს. არა, მე ვიცი, რომ ცხოვრებას თავიდან ვერ დავიწყებ, სიცოცხლე არ შეიძლება რომ თავიდან დაიწყოს. წავიდა გაქრავით და სიზმარი გამიცა, მაგრამ შენ იცი მე აი შეთავსებით რატომ მუშაობ ცირკში. არის ხმაწელობას მაგონებს. აი ბავშვობის რაღაც სუნი ასდის, გესმის? გესმის? ეხლა რა? ჩემ ძმაკაცებთან ერთად რაღაც სისულელე მინდა ჩავიდი. ბიჭო. სისულელების მეტი რა არის ამ ქვეყნად კაცო? გამოირია? რაღა მაინც და მაინც ყაჩაღობა ავირჩიეთ, გამოირია? არა, იუზას ვენაცვალე. რა არა კაცო? ეს ყაჩაღობა არ არის. მარა არის. უსამართლობასთან ბრძოლა. დოშმინი რობინ გუდ. ვაი ჩვენი ბრალი, ჩვენი ბრალი. კარგი, ნუ. აი ჩვენ წავედი. ძმებო, გეგმა ესეთია. ბანკზე თავდასხმა გამორიცხულია, არ გამოვა. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. მაგრამ არის მეორე ვარიანტი. აი ეს პაატაკი კაჩეიშვილი უნდა მოვიტაცოთ, გავყოჭოთ და გადავმალოთ. მერე ულტიმატუმი, ან ფული, ან სული. ეგეთ? სადაც სული მაგ შობელცავს მაგარ. Значит, ფული. მოიცა. კი, მაგრამ როგორ უნდა მოვიტაცოთ? ასე ადვილია? მაგას ისეთი დაცვა ეყოლება ჩემო. ყველაფერი მოგიკრებულია გენეცო. ეგ ბედოვათი. საყვარელი ხავს ერთი. კვირაში ორჯერ დაბარებულივით გამოცხადდება ხოლმე. დაცვა ქვევით ელოდება მანქანაში. რას ვიზამთ ახლა ჩვენ?
დაცვას გავაიარაღებთ, სახში შევარდებით, ამ პაატას გავკოჭავთ და წავიყვანთ წინასწარ დათქმულ ადგილზე. მე თავისივე ხელით თავისივე ბანკში დავარეკინებთ და ფულს მოვატანინებთ დანიშნულ ადგილზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ იმას არ უშვების. მუტრუგი დაცვა რო ყავს, იმას მოვერევით ჩვენ. შენ რას ლაპარაკობ? და ის წინასწარ გამზადებული სამალავი სად არის? დაცვაში სულ 2 კაცი ყავს. დავიჯერ 2 კაცს ვერ მოვერევით. მოვერევით, მაგრამ ძმებო, არც ისე ბებრები არა ვართ, გაიგეთ თქვენ. რაც შეეხება სამალავს, აი ეგ მოსაფიქრებელია. ხამის დედა ვატი რა დროს გავყიდე ჩემი აგარაკი ამი. მაგრამ მაიცა ჩემი ბინა ვინ მოგვაგნებს და შენი შვილი მაიკო მოვარო ნახოს თავის გალოთებული მამიკო და დახტება გასკვანჩული პატიკო. ამ საქმეში ჩვენი ბინები არ გამოგვადგება. აი ესეთი ადგილი უნდა მოვძებნოთ, სადაც არავინ არ დადეს ხალხო. მე ვიცი, ეგეთი ადგილი. რა? რას მომშტერები ხართ? ვიცი. თუ ეშმაკ ეს ის ჯიგარი არ არის? ახტოსების საგარო აკანკალა სულა? აი, მოხვედი ჯიგარო ხოშზე? მოკლედ. ბოტანიკურ ბაღშია. ჩემი ყოფილი ორანჟერეა. ჩემს მეტი იქ არავინ აღარ დადის. მე აღარ სიმახსოვს უკანასკნელად ვინ დაადგა ფეხი იქ. ორანჟერეას მეთვალყურეობს 2 ქალბატონი. გაუთხოვრები არიან. დები, სულ ერთად მიდიან, მოდიან. ერთადვე ავად ხდებიან ხოლმე. აი ახლა სავად არიან ისინი. ასე რომ ორანჟერეა თავისუფალია და იქ ვერავინ ვერ მოგვაგნებს. ეს კარგი აზრია, რა სიტყვით გიჭებო? ინვალე ასრია. შენ გამოგივლე შენ ვოხინი მუსიკ შენ ახარ ბიჭო. ნოსლევან. ეხლა თუ მხედავს ნეტავ ჩემი ქეთუშანია. ხედავს და აი იმის სულის სამადლოდ უნდა გავაკეთოთ ეგა მე მაგის დედა ვატილე. მოიცა ძმებო ერთი წუთით. ჯიგრებო. ჩემო კარგებო. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ერთმანეთს როგორ უნდა მივმართოთ? სახელებით? რათა სახელებით? კლიჩკებით. ჩვენი ჯეელობის კლიჩკებით. რუბინშტეინ. აპერკოტ. ჟან მარე. კამბოსტა. ფილოქსერა. ჯიგრებო, ჩვენ საკაბელო ტელევიზიიდან ვართ გენეთო. ახალი გასართობი არქი გამოვიდა და ჩვენ კლიენტებს უფასოდ უკეთებს ახალწლს. ეგ არის რა. მოიზრე სიფათიდან დამნაშავე. არა, ამას ვერ მოვძო გერფელი. ამის მოხსნა აკრძალული გვაქვს. სამსახურიდან მოვძო. არნიკარო. ხუქს ბრავა. გელები დააწყე საჭესთან.
ზარი დარეკე შენს უფროს უთხარი საკაბელო ტელევიზიიდან არიან თქო. ვინ არის? ლადო ვარ. ქალბატონო თამილა, საკაბელოდან არიან ხელოსნები, ახალი არხი გაიხსნა, რაღაცა უნდა დავაყენოთო. უფასოდ კომპანიისგან. რა ხდება მან? არაფერი ბატონო პაატა, სიწყნარია. ხელოსნები არიან საკაბელოდან. უგამში ამოწმა სუფთები არიან, მალე მორჩებითო. კარგი, თამილა ჩავა. ნუ გეშინია, არაფერს არ დაგიშავებთ. პატიკოსთან აგვაქვს პატარა საქმე, დაველაპარაკებით და წავართ. თამილა! ბატონო პაატა. რა ხდება? ტრასტის რაკო? და ვინ ახართ? რა გინდა? ვერახერა, გიშები მოვწულვართ ქალაქიდან. ანდერძი უნდა აგიგოთ. თქვენი ციც არ მოხვედრით. მე კი ვიცი სად მოვიდით. შენმა ცოლმა თვიცი შენ სადაც. რას ბედავთ თქვენ? ეს მერად ახლა მოვცი ბაზარი გაიგე? ეხლა უნდა საკატაოს საგიბადოს ჯიგარი. შენი აი შენი. ვა! საღორ ჟანმარე. ხუქსლევა. ახლა ყური დამიგდეთ ქალბატონო თამილა. აი თქვენი კავალერი ცოტა ხნით ჩვენთან წამოვა. თქვენ აქ იყავით. 20 წუთი ხმარა მაიხოთ. გასაგებია? ძალიან კარგი. მადახელი. კარგი. მაგარი თქვენ არა რაღაცა მოდი დაჯექი გამბოსტა ჩქარა დაადი მაგარი თქვენ სად მივდივართ აი მალე გაიგე არა დაწყნარდი რა ბიჭო, დაწყნარდი. არა აი მაღაზიასთან გამიჩერე მაღაზია აგის ნიშანა რაგინა მაღაზია. მაღაზიასთან გამიჩერე გითხარი ჯერმარე გაჩუმდი ხლე ნუ გააკურე გაიგე აი მაღაზიასთან გამიჩერე ხლა დავრეცავა ქაურობას აიგე დალევა არ შეიძლება. არ შეიძლება. დავრეცავა ქაურობას გააჩერე რა უნდა გაუჩერე რო გადის ძინგასო გაუჩერე შენე თავი დაღუნე ხლები თავი დაღუნე რო არ გამოჩნდი ეს ვინა ყოფილა დო ბატონო ნაშერა. დიახ. მოგატიეთ. თქვენ მე არ მიცნობთ, მე თქვენ თავაზიცებელი ვარ მარიკაშხენი. იცით რა მაპატიეთ რა ძალიან მეჩქარება და არა, მხოლოდ ერთი წუთით ერთი კითხვა რა, ძალიან გთხოვ. კითხვა ხო, როდის იწყებს ადამიანი წერას? როდესაც ლაპარაკი უნდა სხვასთან თუ როდესაც დონილს ამჯობინებს? იცი რა მე მაგ საკითხებში ვეღარ ვერკვევ კარგად ვინახავს კარგად ვინახავს
ბატონო ნოშევან. ბატონო ნოშევან. ნოშევან. არის დავგასო. საღამოს დაგირეკავთო. ფული თუ არ იქნება პატას ვეღარ ნახავთო. თანხა არ დაასახელეს. არა. კაცები. რამდენი იყვნენ? 4 თუ 5. უფრო ზუსტად? თავიდან 2 გადმოვიდნენ მანქანიდან. 1 საჭესთან დარჩა. 6-3. მერე კიდე 1 გადმოვიდა? არა, გამახსენდა, კიდე 2 გადმოვიდნენ. ასე კი 5 გამოდის. ქალბატონთან თქვენ რამდენი დაინახეთ? 3. სახეზე ვერცად ვერ დაინახეთ, ხო? ვერა. ვერც ხო? ვერა. შეიძლება კიდე გულგერევა? კონი ტვინის შერყევა ამკიდა. ეგეთი რა დაგარტყა ბიჭო. მოშტი. პროფესიონალის დარტყმა იყო. ო? ესე იგი, ყველანი ერთნაირ კომბინეზონებში და ნიღბებში იყვნენ? ხო? არა, ნიღბები სხვადასხვანაირი ეკეთათ. პირველი რომ შემოვარდა, ხო. თხის თუ გლის ნიღაბი ეკეთა. ზუსტად არც მახსოვს. მე რომ დამარტყა ის თოვლის ბაბუის ნიღაბში იყო. მაგას რა დამოვიწყებს. მეც, ესე იგი თქვენ კიდე თქვათ რომ ეს საბავშვო ნიღბები ეკეთათ? დიახ. როგორ კაცო? მგლები, თხები და თოვლის ბაბუები? ალექსეევიჩ. სულ დავირბინე მთელი შაობა თორნიგერასტი. არავინ აზიარაა კაცო, არც ეგეთი ბანდა გაუგონია ვინმეს. ეხლა ორი ამხელა ქურდი, კაკადო და ჟორა ბახტრიოსკი. დედას რომ მეიფიცებენ, ხო წარმოგიდგენიათ? სადარა არანაირი ყვალი. მოკლედ. ან გასტრალიორები არიან მაგენი, ან და პროფესიონალები უნდა იყვნენ აშკარად. ესე მე რას ფიქრობ ეს ერასტიში? დადგმული ხო არ არის ყველაფერი, ჰა? თვითონ ხო არ გაიჩერლიჩა? და რას მე ამ კიკაჩეში უზარმო გაგონილი? აი დიდი ჩახლახი უნდა იყოს. ჩათლახი. მაგისთვის ეს ნამეტანი ქებაა, ბიჭო. ყველაფრის კადრებელია. მაგრამ ეს სამბავი დადგმული არ უნდა იყოს. საუბედუროდ არ ქონდა მაგას გასახცევად და დასამალად საქმე. როგორ არ ქონდა თორნიგერას ლაპარაკი? კანონით როგორ არ ქონდა ამისთანაც სიბირძურის ჩამდეს. მაგერად ციხეშიც კი უნდა იდეს უკვე. მაგრამ იმისთან აკრიშა მფარველობს. ცადეთ ბიჭო ჩვენ მაგის გასყვანჭა, რა ვარ ცადეთ. მაგრამ თვითონ კარგადაა და კუკურა ღვაბერია შეეწირა მაგასთან ბრძოლას. მეცა ვინ? კუკურა ღვაბერია? ხო, ღვაბერია. თავარი საგამოძიებო სამმართველოდან. კუკურა იწიებდა ნარკოტრაფიკის საქმეებს. და პირდაპირ პატას მიადგა. ეგ არის მაგათი თავარი ბანკირი. პენსიაზე გააგდეს ეს კუკურა. მეცა ეგ კუკურა ღვაბერია რომელიც დაბალი ჭაღარი კაცი როა? დაბალი და ჭაღარა მეც ვარ შე. არა, სხვასგანაა ჩადგმული კაცი ესეთი ესე თოხივით აქ გულაში, ხო? ხო, მასეთი კია, რავა. არა, არაფერი. სადღაც ვნახე ამასინად, ვერ ვიხსენებ. ამასინად მეც ვნახე შეგაცო. სულ დამავიწყდა შეთვის მე თქვა. მე და ის შენი მარიკა ყავას მივირთმევდით. შენ ხარ ჩემი ბატონი და მეცა თქვენ და მარიკა? რა იყო ახლა არ შეიძლება ლამაზ ქალთან გავიარო? არა, კი, როგორ არა, შეიძლება. სად ვნახე, კაცო, სად ვნახე? რა გაგიშტერდა ბიჭო თვალი ხომ არ ბრavo. არა, ერასტიჩ, არა, უბრალოდ სად ვნახე, ღმერთო, გამახსენე, სად ვნახე. სად ვნახე და ზოოპარკში ვნახე. ეგზოტარიუმში ვნახე. როგორ დარიუმში არის? მოიცა, ჟურიკ. ეგ კუკურა ღვაბერი ეგზოტარიუმში ვნახე. ვიღაც 4
მოხუცთან ერთად, სულ 5-ნი იყვნენ. კაი, ახლა ნუ გადამრია ალექსეევიჩი, ერთსამ. კი. მოიცა, ნოშლევარ, მოიცა. კი, მოსა თამრიკომას კი მითხრა, რაღაცაზე კამათობენ ბებრებიო. მე ისეს კი ვთხარი, მე და ჟურიკას ესე ვიქნებით მეთქი, კიდევ ხო აი კიდევ ალბათ რაღაცა სისულელეზე კამათობენ მეთქი ეგეც. რასა, რომ აბარაგო, გასო, თორგერასში ვერაფერი ვერ გავიგე. ვაცალე, ბატონო, ვაცალე. რაღაცა კიდევ იყო სასაცილო, ღმერთო, გამახსენე, რაღაცა კიდევ იყო სასაცილო, ა? გამახსენე, ღმერთო, რაღაცა კიდევ იყო სასაცილო. ნიღბები ერასტი. საბავშვო ნიღბები ეკეთათ. ხო, დათვები, ხებიდან გლები, თოვლის ბაბუები. ეხლა გადავირები იცოდეთ, კაცო, გაგვაგებინე. მასალე. ბიჭო. კუკურა ყვაფერია. აი პატა კიკაშეიშვილის გამო გააგდენ ორგანოდან, გესმის შე? ახლა კუკურაზე დიდი მტერი მაგას ვინმე უნდა ყავდეს? არა, მაგაში ასო. ესა მართლა 5-ნი იყვნენ? 5-ნი. დარწმუნებული ხარ? მეტასგებსო. ნიღბებში. ნიღბებში. არა, დაუჯერებელია, რა კუკურა ნიღბებში. არა, დაუჯერებელია. მიუხედავად ამისა, ახლა ულადღებით მომისმინეთ. ხმა კრინტი. შუმად გამოიძიეთ ყველაფერი. არავინ არაფერი არ გაიგოს. კაცი არ დაუღოთ, ბიჭო. კარგი კაცი. ცოდვა არ ავიკიდოთ კისერზე, კაცო. ესე. ახლა პირველები რუბინშტეინი და ფილოქსერა იმორიგებენ. დანარჩენები წავალთ. რეინა ჩვენთან ერთად წამოვა. აჰა, თქვენესა? პაპაპაპაპაპაპა. დაიჭი. მაიტა. დროზე. აი, ქალბატონი აქ დარჩება. მასპინძლობას ჟანმარე გაგიწევთ. ძველი ნაცნობობის ამბავში რა. რა, მეც უნდა დამაბათ? როგორ გეკეთებათ ქალბატონო? ჩვენ კეთილშობილი ყაჩაღები ვართ, გენაცვლეთ. აკი კეთილშობილი ყაჩაღები აღარ არსებობენო? ვინას თქვა, ვინა? ერთმა პროკურორმა, რა მნიშვნელობა? მათ არ ეხა თუმცა მას რა მნიშვნელობა. მოკლედ, მე და ამერკოტა დიდ ორანჟერეაში გავართ. შენ გეგერობით აქ იყავით. ქალბატონი არ მოაწმინო. წადი. დამზადეთ ქალბატონო, დამზადეთ. დაგღალეთ რა? თქვენთან დამლაშავეები ვართ. უნდა გვაპატიოთ. ჩემი ბრალია ყველაფერი. არ მკითხე მოამბეო. შეგაშინეთ რა? რომ გითხრათ არ შემშინებია მეთქი დამიჯერებთ? რა სიცინით? არა, თქვენ გონიათ ეს სასაცილოა, ბატონო ნოშლევა, ანუ გაცრავად ჟანმარე. არ გესმით არა თქვენ ინტელექტის ადამიანს, რომ ეს ავანტურა განწირულია. მაგრამ უყალოდ ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება. განწირული სულისკვეთება კი არა, ეს ბავშვობაა. თქვენ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ყოფილხართ და დარწმუნებული ვარ თქვენი მეგობრებიც გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან. ეს ნიღბები და მეტსახელები, თითქოს კინოა. სტარიკი разбойники. თქვენ ფული კი არ გჭირდებათ. თავგადასავალი მოგენადრათ. არა, ეს უსამართლობასთან ბრძოლა. უკანონობას უკანონობით ვერ დაამარცხებთ. ვერც უმოქმედობით. მაპატიე შვილო, მაგრამ სანამ აი ეს ნაზირალა ფულს არ მოიტანს. აქედან ვერ გაგიშვებთ. რომც გამიშვათ.
მე თვითონ აღარ წავალ აქედან. ვერ მიგატოვებთ. ბიჭო, კუკურა. ხო არ გაიყიდე, ბიჭო, ხო არ გიცნოე? მიცნო და მიცნოს მაგისიო ხერი დედაცვატირე. მე ძმა უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. ბოლომდე უნდა მივსდიო. რაიხსტაგამდე. იმ გოგოს რა უყოთ ახლა? აი ეგ არ ვიცი ჯერა. აი, ნოშრევან, შენი ჯიუტი დედავატირე. აი, გატამთხარაო, თაგვი გამოთხარაო. აი ეგ არის რა. ეხლა ეს მითხარი. მაყურს ნაღდათ მაიტანენ? მაიტანენ, აბა რა სიზამე. მე რა უნდა ვხოთ, რომ საწავიღოთ ეს პული და. იუზას ბიჭს უნდა მივცეთ, კაცო. ნუ გეშენია შენ ტაბაღოასაც უყიდით, ფეჩად. ჯიგარი ხარ, დანომრილი რო იყოს. დანომრილი რო იყოს, მე რა ვქნა. იცი რას გეტყვი ძმო? ჩემი საქმე იყო ოპერაციის მოწყობა. აი მაყურს ახლა თქვენ თვითონ მიხელი. ფილოქსერა დაწყნარდი. ხო, არა, ყველაფერი რიგზია, რუბინშტეინ. ყველაფერი რიგზია. ფილოქსერა, რუბინშტეინი, კამბოსტა. თქვენ არა ხართ საქმის ხალხი, არიფები ჩანხართ. რაო? ჩვენა ვართ არიფები? ჩვენა ვართ არიფები, მითხარი მაგარი ბიჭი ხარ, რასი ხარ მაგარი? არა მომშორდი, ფილოქსერ. რასი ხარ მაგარი, რასი? აი, мама ძაღლობაში და ჩათლახობაში, არა? ნარკოტიკებით ვაჭრობაში და შავი ფულის გათეთრებაში, არა? რამდენი კაცი გყავს დაღუპული? 1000? 10000? მითხარი შენ ნაბუზარ, თურმე ტყვით, გაგიხრით. ასე მოდიდო. მე კი აზე ვარ, მაგრამ თქვენ თუ ხართ აზერზე. რა ხდება აქ? კი რა ამ დაგხოცე ბიჭო. რა მოხდა? არაფერია. რუბინშტეინი ბობოქრობს. რუბინშტეინი. ბატონო ნოშევან, მე დეტექტივების ავტორი გახლავართ და ცოტა რამ გამეგება დედუქციისა. დიახ. უნდა მოგახსენეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა სწორედ მეტსახელების არჩევისას დაგიშვიეთ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუბინშტეინის მუსიკასთან უნდა კონდეს კავშირი, აბერგოტას კრივთან, რაც შეეხება ჟანმარეს. ჩვენს ქალაქში არც ისე ბევრი მამაკაცია ჟანმარეს რომ გავდეს. ასე რომ, როდესაც რუბინშტეინს, აბერგოტას და ჟანმარეს მიაგნებენ, ფილოქსერასა და კამბოსტას პოვნაც არ იქნება ძნელი. ხო მართლა ეს ფილოქსერა გასაგებია, ბოტანიკური ბაღი და ეს მეტსახელი საკმაო ინფორმაციას გვაწვდის თქვენს მეგობარზე და აი უნდა გამოგიდგდეთ და კამბოსტას გაშიფრა ცოტა გამიჭირდა. თქვენ ძალიან საშიში ხალი ყოფილხარ. არავინა? არავინა. აქაც არავინ არ არის. არც ის ვაბერია ჩანს, არც ეს იუზა კაკაბაძე. ალესები ძებნა ხომ არ გამოგვეცხადება. კარგი რა ჟურიკი, მორჩი რა შეიძლება რა. ოღონდ ძებნა გამოგასყიდებინოს, კაცმა მეტი არაფერი არ გინდა. რის საფუძველზე გამოასხოდა ძებნა? რა გინდა, მასხალ გინდა ამიგდო? არა, ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ. წამოჩერეთ. ისე, უკასრავად, თქვენ რა აქ ცხოვრობთ? დიახ. და რა შეესაბამება? ჩვენ პროკურატურიდან ვართ. მე კოკა ვარ ჯაფარიძე, ეს კი ნოშრევანია ჟურული. გამარჯობა. იუზა კაკაბაძეს ვეძებ და ხო არის ცნობთ? ბაბუა ჩემს? ბაბუა თქვენია? დიახ, სხვათაშორის ბავშვობიდან ვიცნობ. ოღონდ მე ვერ ხვდები პროკურატურას რა საქმე უნდა კონდეს ბაბუაში. არა, თქვენ ნუ ინერვიულებთ ისეთი არაფერი, ზოოპარკში, ეგზოტარიუმში მოგცეს ეს მისამართი და ხო იქ მუშაობს? დიახ.
კონსულტანტად არის ისი. პენსიაზე გასვლის შემდეგ იქ მიიწვიეს. ხო, ეგ ვიცით, დარაჯათაც არის თურმე გაფორმებული. მეგობრებიც იკრიბებიან მისი ყველა იქა და. მეგობრები? ხო, რომელი მეგობრები? რომელი მეგობრები გასულ მაგალითად კუკური ყვაბერია. კუკური ბაბუა. ფოთაშორის ძალიან ახლო მეგობრები არიან. ბავშვობის. უკასრავად იქნებ მაინც ამიხსნათ რაშია საქმე. აი, კუკური ყვაბერიას ვეძებთ და ვიფიქრეთ, სამსახურის საქმეზე. კოლეგები ვართ. იმედი გქონდა რომ ბაბუა თქვენი გვაპოვნინებდა. ხო, ვიფიქრეთ გასულ სადმე ერთად ხომ არ არიან მეთქი იმაში ეგზოკულტური ტარიუმში. ტარიუმში ხო, ეგზოტარიუმში არ გამოჩეიმა თურმე. სადმე ერთად იქნებიან ეგენი, შეიძლება დომინოსაც გეაჭახუნებენ და ეს. ბაბუა ჩემის სახში თუ არ არის, ან ეგზოტარიუმში, ან ბოტანიკურ ბაღში. სად არის? ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკურ ბაღში? დიახ, წლების მანძილზე იქ მუშაობდა დირექტორის მოადგილე. გასაგებია. ასეა სამსახურმა მიჩვევა იცის და. ესე მითხარით ეხლა შესაძლებელია იქ იყოს ბოტანიკურ ბაღში? შეიძლება იყოს. არა, თუ გნებავთ, მე წამოყვებით. არა, არ არის აუცილებელი. დიდი მადლობა ჩვენ თვითონ. კარგად. კარგად. დაუცნაურია ჯური და. რა იყო ალექსეევიჩი? გაგიგირდება და მარკაზე ფიქრობ, ეს გარდაური. კაჩედი რა ალექსეევიჩი არ იგწევია კაცო. აი, ცივა კაცო. აი მე კუკურამის დედავატირე პალუნდრატო ჩქარა ფესი აკი აქ არავინ მოღვე თუ ვინ ოხრები არიან და რა უნდა ამ დროს აქა? ბიჭები უნდა გავაფრთხილოთ ბიჭო გვიანია ბიჭო, გვიან ვერ მოვასწრებთ. აბა რა უნდა ვქნათ გას სხვა გზა არ აქვს. ესენიც უნდა ავიყვანოთ მძევლად. კიდეთო ამათ მარო აგვიყვანონ მერე უნდა დავასწროთ ბიჭო, უნდა დავასწროთ. ჯერ აი ისა იქ. ისა. Guten Morgen. Morgen. ჰენდეხო Hitler kaputt. ვიცით გენაცვლე. შევინახარ. რა გინდა აქ? ტურისტი რო არა ვარ, გასაგებია, ხო? მაისა ამ ბაღში რა გინდა ბოტანიკოსი არც ბოტანიკოსი ვარ და არც ნორჩი ნატურალისტი. ვა, ბოტანიკოსი არა ხარ, ექსკურსანტი არა ხარ. ეხლა არას თქვა პოეტი ვარ, შთაგონებას ვეძებ. არა, პირდაპირ გეტყვით, გამონზიებელი ვარ. მე კოკა ვარ ჯაფარიძე პროკურატურიდან. თქვენ გეძებთ ბატონო კუკური. რა კუკური, ვის კუკური? ბატონო კუკური, მე ვიცი რომ თქვენ და თქვენმა ოთხმა მეგობარმა, რომელთა შორის არის იუზა კაკაბაძე, ბანკი პროგრეს კედლის პრეზიდენტი პაატაკი კაჩეშვილი გაიტაცეთ და სამაგიეროდ ფული მოითხოვეთ. თქვენ ბრძანდებით იუზა კაკაბაძე? არა მე აპერკოტა ვარ სასიამოვნოა კოკა. იცავს ბატონო კუკური, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ერთი რამე რო არ კითხოთ არ შემიძლია. ფულს რამდენს სიტყოდით, რატომ არ დაიბარეთ? არა, საერთოდ გამტაცებლები კონკრეტულ თანხას ითხოვენ ხოლმე. ზოგი მილიონ, ზოგი ნახევარ-მილიონ, ზოგი 100,000, ზოგი 100 მანე, ზოგი თუმა, ზოგი შაურს. თქვენ კი თანხა არ დაგისახელებიათ. რატომ რა? დაგავიწყდათ? თუი ამის დედავატირე რა ალექსე ალექსე რასაკე და ჯური
ეხა წყნარად. ეხა მომისმენთ, აი გერ ეხა იარაღს დავდებ. წყნარად შვილად ვილაპარაკოთ. გესმით? იმასაც დააგდებინე. შურიკ დააგდე იარაღი. რა უნდა დავაგო შეხوار გაგიჟდი კაცო. ოპერს გუნებულო შურულო გაფრთხილებ დააგდე იარაღი, თორე ჩავს გაგაგდრო მე შემეულე. როგორ უნდა ვებრძოლო დამნაშავეობას ამ პირობებში? ეხა წყნარად. შვილად მომისმენთ. შვილად. მე კოკა ჯაფარიძე ვარ პროკურატურიდან, ეს კი ნოშრევანი ვარ ბატონო მე ჟურული. ნორიკოსაც კემეზარია. ჩვენ ვიცით რომ თქვენ დანაშაული ჩაიდინე. მძევალი ყავთ აყვანილი და ისეც ვიცით რომ ბოდიში, მაგრამ დილეტანტი ყაჩაღები ხარ. რაჩა ეგეთები არ იყოს. შეერა შილოცა. თვალში ხმარ გეპატარავი. როგორ გეკადრებათ ბატონო ჩემო, მაპატიე პირიქს რო ზამეთ. ოლე ეგრე ელაპარაკე. მაგრამ ჩვენ ისეც ვიცით რომ თქვენ პატრიოტსანი წესიერი ვაჟკაცი ადამიანები ხართ. ბატონი კუკური ღვაბერიას მეგობრები სხვანაირნი ვერც იქნებიან. ვიცი ბატონო, ვიცი რომ ის პაატა კიკაჩეიშვილი ნაცირალა, ვიცი. დაჩის ღირსია, ვიცი. მაგრამ არა ამ გზით. თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ, ეხლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. სანამ რაღაც გამოსავალს მოუნახავთ. ერთი რამე მინდა გთხოვოთ. ძალიან გთხოვთ, ამ ნიღბებს მოიხსნით, მე არ მინდა ვიცოდე თქვენ ვინახავთ. ხო, მართლა. მეხუთე სადარ. ძევალს დარაჯობს. დიახ. ოღონდ იმას არა თქვენ რომ გონია. მეორეს. ვინ მეორეს? ვინ მეორეს? ხო, მეორე ვიღა. მიგადომრიეთ კაცო. ნუ ვიშტე. რა სწორლა იყო? დამშვიდი დაწყანდით ყველაფერი რიგზია. ოღონდ ის აეთი სტუმრები ყავს რა. მიიღეთ. სტუმრები მიიღეთ. არა! მაპატიეთ. ბატონო კეთილშობილო ყაჩაღებო, ძალიან გთხოვთ, ცოტა ხნით დამტოვებთ ანუ ვაჟ ბატონებთან რა. სულ ცოტა ხნით. ოღონდ შორსაც ახვილეთ. მოკლედ ასე, ბატონებო. ბედი თქვენი რომ ძევლად ქალბატონი მარიკა შეგხვდათ. და კიდევ ბედი თქვენი რომ თავარ მძევალს კიკაჩეიშვილს თქვენი არც ერთი სახე არ დაუნახავს. ასე რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ სახლებში და ოჯახებს ნუ ანერვიულებთ. მოიცა რა, თუთ! ხმა კრინკი არ ჭირდება ახლა ამას დისკუსიები და ბევრი ვაი. და სხვათა შორის ზოგიერთებს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯერ არავის გაუქმებია. და არც ნარკობარონებსა და მათ ბანკირებთან ბრძოლა აუგრძელავს ვინმე. და მე იმედი მაქვს, რომ მოხდება სასწაული და ერთი პატიოსანი გამომძიებლის მიერ გამოძიებული საქმე ჩამივარდება ხელთ. და თავად ის გამომძიებელი დამახმარება ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. მოკლედ ბასტა ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, თორე მეშინია ჟურიკამ იმ ჩვენ ბანკის ვავა არ უკნას, ჯამრთელი მჭირდება სასამართლომდე. თქვენ მოგზანდებით ქალბატონო მარიკა? ცნობის მოყარეობა მომკლავს. რატომ კამბუსტა? ერთხელ რუსულის მასწავლებელმა გამოიძახა და კითხა: აბა ერთი ხილის სახელები ჩამომითვალე. ხო და ეგეც ადგე ბატონო და ჩამოთვალა. კამბოსტა, გრუხ,
Яблук. Чего? Лама. აბა გაიგმევები. ერთხელაც გაიგმედა. აი. სამეხეკი. გადავიღოთ. გადავიღოთ კენჩო. შენა ალი ვარა ხარ? ვინაცვალე შენ რამდენი ხანი არ მინახი ხარ? შენ მეგობრები არიან? მოგენდეს. უი რა კარგები არიან. შვილი მელოდება, სურათებს მიყევ. წამოგინეცო. წამ. აზე ხარ ჯიგრებო? მიცნო, აი. ღვინო იქნება სულდანიე და შატიკიტასი სულდანიე აბა ბიჭებო, ერთით დავლიოთ და სახლებში. საცა ახალი წელი იწყება. არ არის აბა. წავიდე თორე დამახჩობს მედიკო, აი დამახჩობს. კარგი კაცი არის. აღარ შემიშენე სახში დროზე თორე. გაგვიმართო. აბა ფასტა, მოჩა. ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყო კი ამოჯახში. პაკასო ბუდუშევა გოდა დარაკოი მოიდარა. ახალ წელს გავმარ. ჯოს! სიგარი ხაშა. აი, აბა ბიჭებო, ოღონდაც არ დამეკარგოთ ახლა რა. სანდან დავიკარგები. უგურა. გამოძიების ამბავს როგორც კი შეიტყოთ, რა? მაშინ მე გამაგეონეთ, რომ გამისკდება გული. Yes. ისე ჩვენში დარჩეს და კარგი ბიჭია ჯაფარიძე. კი. კარგად მუშაობს. სიგარი. შენ გასო, შენ მარტო. მე აღარც მეგონა თუ ჩვენში ესეთები იყვნენ, ხო? რა გიხარ? არ მეგონა. გუგურა დამეგდე ხოლე. მარტო იუზას გერო ყოდას გაგვაგებინე რა. ცოდეთ რა. ხო, სწორედ. ძნელია. ახალ წელს გავმარ. ჯოს! აუ, დაბაგვას გავაჩერე მზედა წავიდა. კიდე ერთი ბუჩკი. გენაცვალეთ კეთ. კარგია ყველანი ერთად რომ ხარ. ერთი რაღაცა უნდა გითხრა. ტელევიზიამ სერიალი დამიკვეთა, ბაბა. დიდი სერიალი. მარიკა ჟღენტის დედექტივების მიხედვით. არ გადავა. ვაი, შენ გენაცვალე. აბა ვიდეო. ესე მომავალ წელს ნახავთ შენ ფილმს. სათაური რა ქვია, არ გამოგვეპაროს ეთქვით. აბა და ლუდი. რა და ლუდი? ანტრიპონსკი სახელია და ვინო მანჯაბა. კიაბა და ლუდი. შენი წირიმე რა. აი ჩემი ტაბაყუასთვის ერთი კაი გამტყველის როლი უნდა გამიშენო. აბა რა, არაჩვენი აუცილებლად. მაინც. კაცო, კიდე ახარ. აღარ მიდი გამწნა. დავედი ვინჯებო. დამტოვეთ, შვილისთან დამტოვეთ. დავტოვეთ, ბაკანა. შენოცა,
ბედნიერ. აბა, კიდევ ერთხელ კარგად ბედნიერ. სიყვარული ბრალი ვარ, სიყვარული. გიო, ქორწილი როდის უნდა ვჭამოთ, გენაცვალე, ქორწილი. მალე, უკვე მალე, გაისად, გაისად. ესა იგი ხვალე. აბა თქვენ ის ბიჭო. კარგად. ნახვამდი.